ბრიუსელი ევროკავშირის ლიდერების წლის ბოლო შეხვედრა. თბილისზე ზეწოლა გაგრძელდება. ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, თუმცა ვერ მივაღწიეთ შეთანხმება სანქციების ნაწილზე. გეოპოლიტიკური აუცილებლობა, როგორ ესახება ევროკავშირის საქართველოს მხარდაჭერა. ჩვენ რაიმე პროცესი გადავწიოთ დროში, თავად გადმოწიოთ დღესვე გააკეთოთ განცხადება და ჩვენ სათავად დავიწყოთ მოლაპარაკებების თავების გახსნათ. ვიზიტის მეორე დღე და ოპოზიციის ნაწილის დემარში. ჩვენ ვერ დავიგეთ რა მისიას ემსახურებოდა მათ ჩამოსვლა, ამიტომ არის ბუნდოვანი. ჩვენ არ ხვდებით. ვინდა რატომ არ შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს? სრულად ინფორმირებულია ყველა სიტუაციაზე, რაც საქართველოშია. რა პრეტენზიები აქვს გვარამიას კოალიციას ალენ ბერსესთან? ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა ამ შეხვედრას, ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა, საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს. ცხადია, ლეგიტიმაციის საუბარი საერთოდ აღარ არის. ზეწოლა ბიზნესზე. პირველ რიგში ეს ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები. ყოფილი ბანკირი საწარმოების გაფიცვას ითხოვს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კი კომერციული ბანკების ფულს. ის ვერ ხალატობს იმ ტრადიციას, რაც მას და მის საყვარელ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლამდე ჰქონდა, ეს იყო ზეწოლა ბიზნესზე, ზეწოლა მეწარმეებზე. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 19 დეკემბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამო მშვიდობისა. ვიზიტის მეორე დღე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი თბილისში რჩება, თუმცა ალენ ბერსეს ყველა არ ხვდება. ოპოზიციის ნაწილის დემარში შვეიცარიელ პოლიტიკოსთან, რომელიც ორჯერ იყო თავისი ქვეყნის პრეზიდენტი და 3 თვეა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პოსტი ჩაიბარა, გვარამიას კოალიციას პრეტენზიები აქვს. პარტია, რომელმაც ოპოზიციიდან არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, სტუმრის გამკაფიო გზავნილებს ითხოვს, დათვლის, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე ჩამოვიდა. რეალურად გვარამიამ ელიას კოალიციის დემარში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გუშინდელ შეხვედრებს უკავშირდება. გუშინ ხელისუფლების დღე იყო. ხელისუფლებისთვის კი ეს შეხვედრები იმის დასტურია, რომ ოცნების ლეგიტიმაციაზე კითხვები აღარ არსებობს. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი გუშინ ქართული ოცნების დამფუძნებელსაც შეხვდა. ფაქტი დადასტურებულია, დეტალები არ ხმაურდება. მეც სიცხადეს მედია თავად ალენ ბერსეს განელოდება. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა თავისი ვიზიტი ხვალ პრესკონფერენციაზე უნდა შეაჯამოს. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვიზიტის მეორე დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო. ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიებიდან ალენ ბერსეს მხოლოდ 3 შეხვდა. ყველა შეხვედრა ინდივიდუალურად წარიმართა და თითო დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. საუბრის მთავარი თემა ყველასთან ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, მიმდინარე საპროტესტო აქციები და ამ აქციებზე განვითარებული მოვლენები იყო. ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დაკავებულებისა და დაშავებულების მდგომარეობა აინტერესებდა. მას პირადად მიაწოდა საკუთარ შემთხვევაზე ინფორმაცია ალეკო ელისაშვილმა. ოპოზიციის გარდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დაკავებულ და დაშავებულ პირებზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესაუბრნენ. ორადო რამეზე ვილაპარაკე. ერთი ჩემ ამბავზე, როგორ დაიწყო ეს ჩემი დაკავება და ცემატყება და იქ წაყვანა და მე რა ხდებოდა. და მეორე ჩემ თავზე მეტი ვილაპარაკე ნამდვილად დანარჩენ პოლიტპატიმრებს. თქვენ რომ მათ რაც შეუძლიათ და რაც არ შეუძლიათ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ადამიანები დაიხსნან. ისინი აქ არიან, რადგან საქართველოში ადამიანის უფლებები დაიცვან და ყველაზე მეტად ამაზე ვისაუბრეთ, თუმცა რა თქმა უნდა შეხვედრა შეეხო ქვეყანაში ზოგადად არსებულ პოლიტიკურ კონტექსტსაც. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული და რა ზომები იმისაც, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი პირადად ესაუბრა იმ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც აქციებზე მუშაობის დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ ალენ ბერსეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სთხოვეს. ვისაუბრე კონკრეტულად ჩემს საქმეზე, იმის შესახებ, რომ გამოძიებას ამ დრომდე არაფერი კონკრეტული არ გაუკეთებია. ჩემი თხოვნა იყო დელეგაციის მისამართით, რომ გარდა განცხადებისა კონკრეტული ნაბიჯებიც გვჭირდება მათგან. ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ვაჩვენებ ჩემზე თავდასხმის ვიდეო და ვუთხარი, რომ ადამიანები, ვისაც ისინი დღეს ჩვენამდე შეხვდნენ და არახელისუფლება, არიან ამ ყველაფრის შემოქმედები. ახლა არის არა შეშფოთების ან აღშფოთების დრო, არამედ კონკრეტული რეაგირების დრო. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს მომხდარ დარღვევებზე, მათ შორის დაშავებულებთან დაკავშირებით მოკვლევა კონკრეტულ უწყებებში უკვე დაწყებულია. სახელისუფლებო გუნდში, რომლის ლიდერებსაც ალენ ბერსე ჯერ კიდევ გუშინ შეხვდა, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებენ. მართლ პარტიაში დღეს თქვეს, რომ სტუმარს ყველა საჭირო ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. ლეგიტიმურია ხელისუფლება, რომელსაც იგი შეხვდა და საკმაოდ ვრცელი და საინტერესო განხილვები ჰქონდათ. თუ ვინმეს აწყო
აწყობს დაშავება ჟურნალისტის კონკრეტული მოქალაქის, მით უმეტეს უდანაშაულო მოქალაქის, ეს არის სწორედ ის ძალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავს თავის ენერგიას. მაგრამ არსებობენ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც რასაკვირველია, არ უნდა დაშავებულიყვნენ და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურები განიხილავენ საკითხს. ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დღეს ყველა შეხვდა გვარამია მელიას კოალიციის გარდა. მოძრაობა ცვლილებებისთვის ლიდერებმა შეხვედრის ფორმატი დაიწუნეს და თქვეს, რომ ალენ ბერსე საქართველოში კონტექსტთან შეუსაბამო დღის წესრიგით ჩამოვიდა. კოალიციის წევრები ფიქრობენ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეხვედრებმა მთავრობის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების არალეგიტიმურად აღიარების საკითხზე ბუნდოვანება გააჩინა. პროცესს განსხვავებულად უყურებს ის ოპოზიცია, რომელიც შეხვედრას დაესწრო. ისინი ამბობენ, რომ ევროსაბჭოს მანდატი მთავრობის აღიარება არ აღიარების საკითხს არ ითვალისწინებს. ჩვენ ვერ გავიგეთ, რა მისიას ემსახურებოდა მათ ჩამოსვლა, მათ არჩიეს, რომ ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურად ხელისუფლების თითქმის ყველა შტოსთან ქონდათ შეხვედრები, მაგრამ არ ქონდათ შეხვედრები ნაწარმ ადამიანთან. მათი შეხვედრა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან არ ნიშნავს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას, მათ ეს თქვეს, რომ ამ მიზნით არ არიან. ისინი აქ არიან იმის გამო, რომ იღებდნენ ინფორმაციას ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევაზე. ოპოზიციის მსგავსი განცხადებები არ უყვირს სახელისუფლებო პარტიას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტების მიზანი იყოს ქვეყანაში არეულობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. მმართველ გუნდში თქვეს, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და მაღალი თანამდებობის პირებს შორის გამართულმა შეხვედრებმა მთავრობის ლეგიტიმურობის საკითხზე არსებული ეჭვები სრულად გააქარწყლა. ცხადია, ლეგიტიმაციის საუბარი საერთოდ აღარ არის. ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა ამ შეხვედრას, ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს. მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს არც ევროპა აინტერესებთ, არც ევროპული ღირებულებები. ყველაფერს საზღვრავენ მხოლოდ იმით, ვის შეუძლია მათ რადიკალურ დღის წესრიგზე გარკვეული გავლენის მოხდენა და ვის არა და მხოლოდ ამის მიხედვით აფასებენ, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ეს არის ადგილობრივი აგენტურა. მათ შეფუთეს არჩეული ხელისუფლება, როგორც ვთქვათ, არადემოკრატიული ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ხა მათივე ამომრჩეველთა, როდესაც შენ საუბრობ არადემოკრატიულ ხელისუფლებაზე და ამავე დროს ამ ადამიანებთან, ამ ხელისუფლებასთან უმაღლესი დონის შეხვედრები და ვიზიტებია, რა თქმა უნდა, ამორჩეველსაც უჩნდება კითხვა, რომ რა ხდება, რატო იტყუები თუ რაშია საქმე. სწორედ ამ პოლიტიკის გამოძახილია მისი გადაწყვეტილებაც, რომ თავადაც მაქსიმალურად პირველი კითხვის ნიშნის დააყენოს იმ ადამიანების გულწრფელი მოტივაცია, რომ აქ საქართველოში იყოს ნორმალური ურთიერთობები და დაიწყებენ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ვიხილავთ ამ ადამიანის შეფასებას, როგორც ვთქვათ, რუსეთუმეს, პრორუს და ასე შემდეგ და მეორე მაქსიმალურად შეზღუდონ რაიმე ტიპის კომუნიკაცია ხელისუფლებასთან. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს უკვე მეორე დღეა მართავს. ალენ ბერსე გუშინ პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესა და ომბუდსმენს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციაც. ბრიუსელი ევროკავშირის ლიდერების წლის ბოლოს შეხვედრა ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები, ომი და უსაფრთხოება. ჩამონათვალი დიდია, თუმცა აქტუალურ საკითხებშია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 22 დღეა პროტესტი გრძელდება. როგორ ესახება ევროკავშირის საქართველოს მხარდაჭერა? კაია კალასი ისევ სანქციებს ითხოვს და საკითხის ჩავარდნის მიუხედავად აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კვლავაც გაგრძელდება. ყველა ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს ზურგი არ უნდა აქციონ. ამბობენ იმასაც, რომ საქართველოს ევროპის გეოპოლიტიკური აუცილებლობა. ამ გეოპოლიტიკური პრიორიტეტის შენარჩუნების გზები ყველას ერთნაირად არ ესახება. უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, მიგრაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება. ევროპელი ლიდერები ბრიუსელში ამ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად შეიკრიბნენ. ევროპული პოლიტიკის განსაზღვრელმა პოლიტიკოსებმა სხდომის დაწყებამდე საქართველოზეც ისაუბრეს. საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია მთავრობაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა არ გამოიყენოს ძალადობა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, არ განახორციელოს ზეწოლა ოპოზიციაზე და გავგზავნოთ ძლიერი
სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ განვიხილეთ, თუმცა ვერ მივაღწიეთ შეთანხმება სანქციების ნაწილზე. ჩვენ გვჭირდება შემდგომი მუშაობა. ქართველების მიმართ ჩვენი მიმართვა არის არ მიატოვონ ევროპული გზა. ჩვენ გავეცით დაპირება იმ ხალხის მიმართ, ვინც ევროპას საკუთარ სახლად უყურებს, რომ ჩვენ არ დავუხურავთ კარს ამ ხალხს. ეს მოიცავს საქართველოს მოსახლეობას, ვინც დღეს კვლავ ქუჩაშია ევროკავშირის დროშებით. ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ეს არის ძალიან ცხადი პოზიცია ჩვენი მხრივ. როგორც სტრასბურგში ვთქვით, ეჭვი არ არის, რომ ეს იქნება ჩვენი პოზიცია 2025 წელს. დასავლეთის კრიტიკის საპასუხოდ მართლ გუნდში ამბობენ, რომ ხელისუფლება ევროინტეგრაციის კურსს შეუფერხებლად გააგრძელებს. არსებული ვითარების შეცვლა და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტად რჩება. თუ ვინმე ებრძვის საქართველოში ევროინტეგრაციას და ვინმე მტრობს ამ პროცესებს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია პირველ რიგში და ესე არის წლების განმავლობაში, ეს ახალი არ არის ნამდვილად. რა თქმა უნდა, ცალკეული ქვეყნები დააყენებენ ესეთ საკითხებს, რომელიც არ არის მისაღები ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამ საკითხებს არანაირი გაგრძელება არ უწერია, ეს უკვე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. განსაკუთრებულ სიახლეს აქ არველი, სავარაუდოდ იქნება თუ საქართველოსაც დარჩა დრო განხილვისთვის, იქნება იგივე ტიპის პოლიტიკური განცხადებები, რაც ჩვენ ვიხილეთ 16 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დროს. ბრიუსელის განცხადებებს სრულად იზიარებს ქართული ოპოზიცია. მართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნების წევრებს ევროკავშირი ინდივიდუალურ შეზღუდვებს დაუწესებს. გამოყენებული უნდა იყოს მაქსიმალურად ყველა ზომა, მათ შორის რა თქმა უნდა მოლოდინი გვაქვს ფინანსურ საქციებთან დაკავშირებით. თქვენ გესმით ახლა რომ ევროკავშირის სტრუქტურა ბევრად უფრო რთულია და უფრო ბიუროკრატიულია, მაგრამ ასევე იცით რომ ჩვენ მოლოდინები გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. ჩვენ ბოლო კვირების მანძილზე ვატარებთ თვალყურს შეუქცევად პროცესს. ეს არის დასავლეთის მიერ სანქციების პროცესის დაწყება. მათ შორის რა თქმა უნდა განცხადებები კეთდება არა მხოლოდ, არამედ ხედავთ კონკრეტულ ქმედებებს. ამიტომაც ძალიან ბუნებრივია რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდოთ აი ამ პოლიტიკის გაგრძელებას. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია უცხოური ძალების დახმარებით ანტიქართულ ქმედებებს ახორციელებს და სანქციების და სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება არა მეგობრული ნაბიჯია. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ეს მოცემულობაც დროებითია. საზოგადოებაში განწყობა პროევროპული, პროდასავლური მნიშვნელოვნად ნაკარნახევია იმ პოლიტიკით, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია და თუკი ჩვეულებრივ არითმეტიკას გადავავლებთ თვალს, ძალიან ნამდვილად შეგვიძლია გავეანგარიშოთ თუ ვისია, ვის ეკუთვნის ლომის წილი აი ამ განწყობებისა, პოზიტიური განწყობებისა ევროინტეგრაციის საკითხებთან მიმართებაში. თუ ევროპული ლიდერებს მართლა უყვართ ქართული ხალხი, მართლა უყვართ ჩვენი ქვეყანა, მართლა უნდათ რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. დღესვე გააკეთონ განცხადება და ჩვენ მზადა ვართ დღესვე ასოცირების ხელშეკრულებასთან, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესრულებასთან ერთად დავიწყოთ მოლაპარაკებების თავების გახსნა. ანტონიო კოშტამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სტატუსით დღეს პირველი სხდომა ჩაატარა. ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ საერთო გამოწვევების დაძლევას ახალი პრეზიდენტის პირობებში გააგრძელებენ. რა ხდება ვაშინგტონის მიმართულებაზე? ბაიდენის წამსვლელი ადმინისტრაცია მოსწრებაზეა 4-5 კვირა დიდი დროა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ენტონი ბლინკენის სპიკერი ისევ სანქციებითა და სხვა დამატებითი ბერკეტებით იმუქრება. თეთრ სახლში დარჩენილი ერთი თვე რა მემკვიდრეობას დაუტოვებენ დემოკრატები რესპუბლიკელებს. ელონ მასკმა კონგრესს უკვე მოუწოდა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე არ მიიღონ არც ერთი კანონი, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი მორიგი სანქციებისთვის მაინც ემზადება. რა შეიძლება მოხდეს 20 იანვრამდე პროგნოზები თბილისში კეთდება. 4-5 კვირა დიდი დროა. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 4-5 კვირაში. ის რაც ნამდვილად მოხდება ბაიდენის ხელისუფლების ცვლილებაა, თუმცა რა იქნება მანამდე? ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მისამართით დამატებითი სანქციები მზადდება. ამის შესახებ განცხადება უწყების პრეს-სპიკერის მოადგილემ ბრიფინგზე მედიის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი სივრცე. საბოლოო ჯამში ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ქართველ ხალხს და მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც მანამდე სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რადგან დავაკისროთ პასუხისმგებლობა მათ, ვინც მიგვაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის.
თვითონვე არ მალავე, რომ აი ესე ბოლოს რამოდენიმე კვირა მაქსიმალურად ხდება მათი მხრიდან გამოყენება ამ ნეგატივის კიდევ უფრო მეტად გაზრდისთვის. მართველი პარტიის შეფასებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია დარჩენილ მცირე დროში კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას ჩქარობს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნათელია სურვილი ტრამპის მთავრობას მემკვიდრეობის სახით საქართველოსთან მეტად დაზიანებული ურთიერთობა დახვდეს. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისადმი ნეგატიურად განწყობილი ძალები რამოდენიმე კვირას დარჩენილს შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის თეთრ სახლში შებრძანებამდე გამოიყენონ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დიდი პრობლემები შეუქმნან ტრამპის ადმინისტრაციას, პრობლემები შეუქმნან იმ ქვეყნებს, ვისთანაც ამერიკას ტრადიციულად ჰქონდა ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა და ბოლო პერიოდში ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკიდან გამომდინარე არის ეს ჩიხი სამწუხაროდ შექმნილი, რომელსაც თვითონ შეერთებული შტატების მხარე ხელს უწყობს, ესე არ ვიცი მე პერიოდულად რაღაცა სანქციებზე, შანტაჟზე საუბრით. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია დაწყებული პროცესის დასრულებას ცდილობს. არ გამორიცხავენ ახალი სანქციები ტრამპის ინაუგურაციამდეც მოესწროს. ოპოზიციაში ღიად ამბობენ, რომ ამისთვის პარტნიორებთან თავადაც იმუშავეს. იმ კომუნიკაციაზე დაყრდნობით და იმ მუშაობის შედეგად, რაც მიმდინარეობს უკვე მრავალი თვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, შტატები აღარ დააყოვნებს ამ გადაწყვეტილებას და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტრანზიციული ადმინისტრაციის გამოწვევა, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გადააბაროს ტრამპის ადმინისტრაციას, ამ დროშიც შესაძლებელი გახდება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამ უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა. ფაქტი არის უფრო და უფრო მეტი იზოლაცია და უფრო მეტი სანქცირება იმ ადამიანებისა, რომლებიც ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადიან დანაშაულს და ამ ვითარებას ისინი ვეღარ შეცვლიან. ვითარების შეცვლას ქართული ოცნება 20 იანვრიდან ელოდება, მას შემდეგ რაც ამერიკას ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ტრამპის ინაუგურაცია სახელმწიფო გუნდისთვის ურთიერთობის გადაწყვეტვის რეალურ პერსპექტივას აჩენს. ახალ ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლამდე, როგორც ჩანს, სხვადასხვა ძალები თუ პირები ცდილობენ, რომ იმდენად დააზიანონ ურთიერთობები მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ შეუძლებელი იყოს რაღაც ნორმალურ ჩარჩოში შემდეგ ამ ურთიერთობების დაბრუნება. განცხადებაც რომ სულ 4-5 კვირა დარჩენილი, მაგრამ ეს მაინც საკმარისი დროა იმისთვის, რომ მოდი ასე ვთქვათ, საქმე გააფუჭონ, თუ შეიძლება რომ ასე ვთქვათ, როგორც ჩანს აქვთ ამისი ინტერესი, მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ვველით ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას და იმედი გვაქვს, რომ ტრამპის ინაუგურაციის და ასევე რაც თავარია უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, რომ დაუბრუნდეთ ნორმალურ ურთიერთობებს. რაც არ უნდა იცადონ, როგორღაც არ უნდა იცადონ საკითხების გაფუჭება, საბოლოო ჯამში მათ არაფერი შერჩებათ, რასაკვირველია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობების გადატვირთვას, მათ შორის ღირებულებითი თანხმედრისა და მშვიდობის გაძლიერების თვალსაზრისით ალტერნატივა არ იქნება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას საქართველოს 20 მოქალაქეს სავიზო შეზღუდვა უკვე დაუწესა, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებსა და სამართალდამცველებს. პროტესტი არ წყდება, გავიდა 22 დღე რუსთავლის გამზრიკი ყოველ საღამოს იკეტება. თბილისის ცენტრში აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოთხოვნები უცვლელია ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. მანამდე იყო მამების მარში და კალათბურთელების გაერთიანებული მსვლელობა. რა ხდება პარლამენტის წინ ამ წუთებში ადგილიდან თამარ თათარაშვილი მოგუყვება. ბოლო 2 კვირა, რაც აქციის მონაწილეების მოქმედებას, მათი სტრატეგიაც, ტაქტიკაც არ იცვლება. ისინი ტრადიციულად იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოს წინ, ნაწილი მოდის პარლამენტთან, ნაწილი მათგანი კი უერთდება მსვლელობით, რომელიც იწყება დედაქალაქის ქუჩებში დღის განმავლობაში და ზუსტად ეს ამია, რაც რესპუბლიკის მოედნიდან დაწყებული მარში მსვლელობა უკვე შემოუერთდა დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილ ადამიანებს. პროტესტი მიმდინარეობს სრულად მშვიდობიან ფორმატში, საყვირებით, ხმის გამაძლიერებლებით მოდიან, სხვადასხვა ტრანსპარანტებით, დროშებით მოემართებიან საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები და ცდილობენ, რომ საკუთარი პოზიცია ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან, ქვეყანაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით სწორედ ამგვარი ფორმით დააფიქსირონ. პროტესტი არის მშვიდობიანი, სწორედ ამიტომ არ არის არც მობილიზება, არც საპატრულო ეკიპაჟების და ზოგადად ძალოვანი უწყების წარმომადგენლების, არც საკანონმდებლო ორგანოს წინ და არც იმ შესასვლელებთან, საიდანაც შედიან
არიან ძირითადად დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში. მოთხოვნა კი 22 დღესაც არის კვლავ უცვლელი. ერთი ეს არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რადგან არც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და არც აქ შეკრებილი ადამიანები არ უცხადებენ ლეგიტიმაციას მე-11 მოწვევის პარლამენტს. მიუღებელია შედეგები, რაც არის გამოცხადებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და სწორედ ამიტომ ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ჟღერდება 22 დღის განმავლობაში, ეს არის იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც სამართალდამცველებმა დააკავეს აქციების მიმდინარეობის დროს. აქცია კვლავ გრძელდება, როგორც უკვე გითხარით, მიმდინარეობს ეს პროტესტი მშვიდობიან ფორმატში. დედაქალაქის მთავარი გამზირიც არის ამ დროისთვის გადაკეტილი. მადლობა, ეს იყო თამარ თათარაშვილი და ჩვენი პირდაპირი ჩართვა რუსთაველის გამზირიდან. როგორ უნდა შეამატონ ახალი მუხტი საქართველოში მიმდინარე პროტესტს, წნეხი ბიზნესზე ყოფილი ბანკირის საწარმოების გაჩერებას და გაფიცვას ითხოვს. ჯერ 2 საათით, შემდეგ კი სრული პარალიზება. მამუკა ხაზრაძეს ბიზნესის ნაწილის დუმილი არ მოსწონს და ამბობს, რომ მერე ძალიან გვიან იქნება. ბიზნესთან პრეტენზიები აქვს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტსაც. გიორგი ქადაგიძე ბანკების მოგებას ითვლის და დაზარალებულებისთვის გამოყოფილი თანხა მხოლოდ რეპუტაციის შენარჩუნებას მცდელობას უწოდებს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი TBC-სა და საქართველოს ბანკისგან 5 მილიონის ნაცვლად 200 მილიონ ლარს ითხოვს. ყველა ბიზნესი იღებს თავის გადაწყვეტას. პირველ რიგში ეს ადამიანები არიან საქართველოს მოქალაქეები. მე რატომ მომართავთ მაგ კითხვით? მე რატომ კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება მითხარით? წამაკითხეთ ჩემი მოწოდება. ჯაფარიძის ნაცვლად ბიზნეს გაფიცვისკენ მისმა ბიზნეს და პოლიტიკურმა პარტნიორმა მოუწოდა. მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ბიზნესმენებს საკმაოდ ვრცელი პოსტი მიუძღვნა. ყოფილი ბანკირი ყოფილ კოლეგებს რისკების დაზღვევის გარეშე სამუშაო პროცესის ჯერ გამაფრთხილებელი, შემდეგ კი პერმანენტული გაჩერებისკენ მოუწოდებს. პოლიტიკოსი ბიზნესს აფრთხილებს, რომ მერე ძალიან გვიან იქნება. ხაზარაძის მსგავსად ბიზნეს პროტესტის მძიმე ფორმების პარალელურად საერთო ფონდის შექმნას თხოვს ექს-პრემიერი გილაური და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც. ბადრი ჯაფარიძის აზრით მსგავსი მიდგომა ბიზნესს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას უტოვებს. ბიზნესი პირველ რიგში არის საქართველოს მოქალაქეების მიერ შექმნილი. ყველა ბიზნესი. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები თავიანთ პროტესტს გამოხატავენ მშვიდობიანად ქუჩაში. 1000-ზე მეტმა ბიზნესმა მოუწოდა ქართულ ოცნებას ახალი არჩევნების ჩატარება. ის რაც ლელოს ლიდერებისთვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაა, შანტაჟი და ბიზნესის შევიწროების მცდელობაა მართველი გუნდისთვის. სახელმწიფო პარტიაში ინიციატორების მსგავსად მამუკა ხაზარაძეს ნაციონალური მოძრაობის იდეურ მოკავშირედ მიიჩნევენ. ამბობენ, რომ სტილი დაცულია და ყოფილი ხელისუფლება კვლავ ჩვეული მეთოდით ცდილობს ბიზნესი დააშინოს. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის ვერ ღალატობს იმ ტრადიციას, რაც მას და მის საყვარელ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლამდე ჰქონდა, ეს იყო ზეწოლა ბიზნესზე, ზეწოლა მეწარმეებზე, ამ ტრადიციით და ამ ასე ვთქვათ გამოცდილებით სარგებლობს. დღესაც ხაზარაძე აბულინგებს ბიზნესს, ცდილობს რომ დესტრუქციულ ხელსებზე გადაიყვანოს, არ გამოუვა ეს ყველაფერი. მოწოდებიდან რამდენიმე საათში არ გაფიცულან, თუმცა დემონსტრაციების მონაწილეებისთვის შექმნილ ფონდში 5 მილიონი ლარი ჩარიცხეს საქართველოსა და TBC ბანკებმა. თუმცა ამ ფაქტს მალევე მოყვა კრიტიკა გიორგი ქადაგიძის მხრიდან. სების ყოფილი პრეზიდენტი თანხის ოდენობით უკმაყოფილოა და ბანკებს წლიურ სუფთა მოგების რაოდენობას ახსენებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიზნესმა თანხა უნდა გაიღოს, თუმცა აუცილებელია თან გაიფიცოს. რაც თავადაც ადასტურებენ, რომ ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური კოლაფსის გამოწვეული იქნება ის პოლიტიკა, რასაც ოცნება აწარმოებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ქვეყანაში საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთა არის ევროპული ტიპის სახელმწიფო და შენ ყველაფერს აკეთებ პირიქით იმისთვის, რომ ეს სახელმწიფო იყოს აზიური ტიპის დიქტატურა, უნდა ელოდო იმას, რომ მოხდება მსგავსი ტიპის სამწუხარო გართულებები ეკონომიკურად. როდესაც ფაქტი არის შემდგარი, რომ 900-მდე ბიზნეს ორგანიზაცია აწერს ხელს იმას, რომ ქვეყანაში იყოს ნამდვილი მშვიდობა და ნამდვილი ღირსებით ვიაროთ ევროპისკენ. ბიზნესის შევიწროებისა და დაშინების მცდელობა ასე აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფილი ბანკირის ინიციატივას. არ უკვირთ, რომ ხაზარაძეს ბარიერგადალახული პარტიებიც უერთდებიან. კანონმდებლების თქმით, ოპოზიცია ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსაც კი არ ერიდება. ოცნებაში ამბობენ, რომ ოპონენტები არც ეკონომიკისთვის მიყენებულ პოტენციურ ზარალსა და არც ბიზნესის რისკებს თვლიან, რადგან მთავარი მათი პოლიტიკური ინტერესებია. მამუკა ხაზარაძე რომ ბიზნესში ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს, ეს უკვე არის ძალიან დიდი
ანეკდოტი, ვინაიდან ეს ადამიანი ჩვენ კარგად ვიცით, რომ იყო ნოტარიუსი ნაციონალური მოძრაობის და ყველაზე შავბნელ საქმეების თანამონაწილეს და თანამსწრაფველიც. ამიტომ თუ ვინმეს არ აქვს საუბარი ამ საკითხებთან დაკავშირებით, არის ის, ვინც გაფორმებულია უკვე სამართლებრივად როგორც თაღლითი. ჩვენი მთავარი მონოპოლარი სწორედ ბიზნესის თავისუფლება, არა მხოლოდ ბიზნესის კეთების თავისუფლება, არამედ ბიზნესის ქცევის თავისუფლება. თქვენ წარმოიდგინეთ ეს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მოხდარიყო რასიზმი, მთელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რამდენ ბანკს გააკოტრებდა, ჩამოართვევდა ლიცენზიას და გაუერთიანებდა სხვა ბანკებს, რასიზმს და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თუ ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური. დედაქალაქში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან იმართება. უკვე რამდენიმე კვირაა ნიკა გილაურის იდეით დემონსტრანტებისთვის მხარდასაჭერად ფონდია შექმნილი. იმუქრება ზურაგირჩი ჯაფარიძეც ყოფილი ნაციონალი ყველას იმახსოვრებს, ყველაზე მეტად კი ერჩის მათ, ვინც ჩუმადაა და პოზიციას არ აფიქსირებს. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ცვლილებებს შურისძიებაში ხედავს. გირჩი არ წერს რას აპირებს და როგორ იქნება ეს შურისძიება, თუმცა გამოქვეყნებული პოსტის გამო მას ოპოზიციის მხარდამჭერებიც აკრიტიკებენ. ზურაბ ჯაფარიძის ღია მუქარაა ქართულ ოცნებას წარსულს ახსენებს, ხელისუფლება აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის დევნა ყოფილი ხელისუფლების ხელწერაა. გირჩი ჯაფარიძე რო ვინმეს ემუქრება, ეს უკვე კურიოზია, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის კრებითი სახე რადიკალური ოპოზიციის და ასე აფასებენ მართლ გუნდში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის Facebook სტატუსს, სადაც ის წერს, რომ ყველას იმახსოვრებს, ვინც ახლა ჩუმადაა. რატი იონათამიშვილის განცხადებით კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის სტატუსი მთელი ოპოზიციური სპექტრის რეალურ სახეს აჩვენებს და ადასტურებს, რომ მათი ერთადერთი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა და შურისძიებაა. მათ უნდათ ტოტალური შურისძიების მოწყობა ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. სხვა საკითხია, რომ ამ ყველაფერს ისინი ვერ ეღირსებიან და ამისი რესურსი არასდროს არ ექნებათ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ისინი გვახსენებენ საკუთარ რეალურ სახეს, რომ ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, რომ გაენადგურებინათ ჩვენი ქვეყანა და დღესაც შესაძლებლობა, რომ ისინი არც დაფიქრდებიან, ისე დაიწყებენ ტოტალურ შურისძიებას. Facebook სტატუსით კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი იმ ადამიანებს აფრთხილებს, ვინც დღეს პოზიციას ღიად არ აფიქსირებს. იმ ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც დღეს ჩუმადაა, კარგად ესმით, საით მიდის ეს ქვეყანა. ისინი ელიან რეჟიმის გამარჯვებას და ემზადებიან ჩაგვრელი ელიტის ნაწილად გახდომისთვის. ვერავინ დაიმალება, არავის სიჩუმე დაგვავიწყდება. პოსტის ავტორის თანაგუნდელებმა ტექსტში მუქარის ტონი ვერ დაინახეს, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა კი შეფასებას დუმილი ამჯობინეს. არ წამიკითხავს, არ ვაფასებ, პოსტებს არ ვაფასებ. არ ხედავ მუქარას ხედავ ერთადერთი, რასაც გველაპარაკება ყობახიძე, პაპუაშვილი და ასე შემდეგ ადამიანები, ვინც ზალადობენ ხალხზე. მუქარა განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებზე მართლ გუნდში ამბობენ, რომ ჯაფარიძის სტატუსი ოპოზიციის პოლიტიკის ლუსტრაციაა. სახელისუფლებო პარტიის ლიდერებმა პოლიტიკურ ოპონენტს დღეს პოლიტიკური წარსულიც გაახსენეს. ზურაგირჩი ჯაფარიძის მუქარები ჩვენ ნანახი გვაქვს, ის რაღაცა უმგვანო სცენებიც ნანახი გვაქვს, სამწუხაროდ ოკუპირებული ტერიტორიების ამ კონკრეტულ მავთულ ხარჯებთან ეს ყველაფერი ერთ რაღაცაზე მეჭყვი რომ ამ რადიკალებს არც პროტესტის გამოხატვა შეუძლიათ, არც რეალობის კონკრეტულად დანახვა და არც იმის საქმე, რომ მათი წარმატების რესურსი არის აბსოლუტურად ამოწურული და მათი წარმატება, რომელიც ამავდროულად ქვეყნის ომში ჩართვას, ცეცხლის დანთებას და უბედურებას ნიშნავს, ვერ განხორციელდება. პირდაპირ მუქარაა ფაქტობრივად ყველა იმ ადამიანისადმი, რომელსაც დღეს შეიძლება ჰქონდეს მათგან განსხვავებული მოსაზრება, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, რა შეიძლება ელოდეთ ამ ადამიანებს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ადამიანები ზნეს არ იცვლიან, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და რა მოვლენებიც არ უნდა განვითარდეს, მაინც იგივე პოლიტიკის გატარების მომსწრუნეები არიან და ჩვენ ეს პოლიტიკა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე. სწორედ ამ ადამიანების ხელში შეიქმნა მაგალითად პენიტენციურ დაწესებულებაში წამების სისტემა, როგორც ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს შეფასება. კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ Facebook სტატუსი გუშინ გამოაქვეყნა.
დღეს პრემიერ-მინისტრი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციის მსხვილი ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელებმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვება მიულოცეს და გამოთქვეს სურვილი საქართველოს ბაზარზე განაგრძონ ოპერირება, მათ შორის თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში. გაკეთდა პროგნოზებიც, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე მგზავრთა ნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მილიონით გაიზრდება და თითქმის 5 მილიონს მიაღწევს. მხარეებმა ისაუბრებს პოლიტიკაზე ამ კონტექსტში დადებითად შეფასდა ვიზა ლიბერალიზაცია ჩინეთთან. და კვლავ სახელმწიფო და ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში, სადაც უკრაინის საკითხი მთავარი თემაა. ევროკავშირი ცდილობს შეთანხმდეს კონსენსუსზე, თუ როგორ უნდა განაგრძოს ევროპულმა გაერთიანებამ უკრაინის მხარდაჭერა. ბრიუსელში ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტმა ვერ მოისმინა კონკრეტული გეგმა. ამაზე მეტყველებს კაია კალასის განცხადებაც. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა და მთავარმა დიპლომატმა ყველას მოუწოდა შეწყვიტონ სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ კიევისთვის ბიძგის მიცემა. ევროპის დედაქალაქში შობამდე ერთი კვირით ადრე მსოფლიო ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების მიზნით კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ბრიუსელში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რჩევა და დაპირება ბევრი მიიღო. მოისმინა მხარდამჭერი განცხადებები, თუმცა ზუსტი გეგმა მისთვის არავის შეუთავაზებია. დებატების მომხრეა ევროკავშირის მთავარი დიპლომატი. კაია კალასი ფიქრობს, რომ ევროპამ უნდა ისაუბროს, როგორ შეუძლია უკრაინის უფრო მეტად მხარდაჭერა. ნაადრევად მოლაპარაკებებისკენ ნებისმიერი ბიძგი კი მისი შეფასებით უკრაინისთვის ცუდი გარიგება იქნება. შეწყვიტეთ ზელენსკისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ ბიძგების მცდელობები. აზრი არ აქვს, რადგან პუტინს საუბარი არ სურს. ევროკავშირის ყველა წევრმა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, უნდა უპასუხოს კითხვას. რა არის ეს გარანტიები? რისის შეთავაზება შეუძლიათ მათ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იყოს ცარიელი? მოლაპარაკებების მომხრეა გერმანია და ლიეტუვა, თუმცა ფიქრობენ, რომ ამის სურვილი ვლადიმერ პუტინს არ ექნება, რადგან მისი არმია ფრონტზე წინ მიიწევს. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ უკრაინის მხარდაჭერა. იქამდე უნდა დავეხმაროთ, სანამ საჭირო იქნება. რაც შეეხება ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებას, ამის სურვილი პირველ რიგში პუტინს უნდა ჰქონდეს და რა თქმა უნდა უკრაინის ხელისუფლებასაც. ჭორები მესმის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ და ჩემი აზრით ალბათ ჯერ ადრეა, რადგან ახლა რუსეთი შეტევის რეჟიმშია და ის წინ მიდის. რუსეთი გრძნობს, რომ არის უფრო ძლიერი მხარე ყველა შესაძლო მოლაპარაკებაში და ეს გამოიწვევს არასამართლიან და მდგრად მშვიდობას. ამ ფონზე ჩვენ არ უნდა ვაიზულოთ უკრაინა მოლაპარაკებას დათანხმდეს. ერთადერთი ლიდერი, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის კონკრეტული რჩევა მისცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა. ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს დღეს ღიად უთხრა, რომ გეგმა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, მაგიდაზე დევს და მხოლოდ დათანხმებაა საჭირო. გეგმა მაგიდაზეა, შეგიძლიათ მიიღოთ ან არა. ძალიან მარტივია. ეს არ არის რთული ბიუროკრატიული გეგმა, ძალიან მარტივი ადამიანური გეგმაა. უბრალოდ არ მისცეთ საშუალება ათასობით ახალგაზრდა დაიღუპოს შობის დროს. ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე დღით მაინც შობის ღამეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებებზე ბევრი არაფერი უთქვამს თავად უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც ბრიუსელში დღეს არაერთი შეხვედრა გამართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს ისევ სამხედრო დახმარება და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან ამ საკითხზე შეთანხმებას თხოვა. ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთიანობა შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება ეს ერთიანობა მშვიდობის მისაღწევად. ძალიან რთულია უკრაინის მხარდაჭერა ამერიკის დახმარების გარეშე და სწორედ ამას განვიხილავთ პრეზიდენტ ტრამპთან, როდესაც ის თეთრ სახლში იქნება. დონალდ ტრამპს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში მთავარი როლი ექნება, ეს ვლადიმერ პუტინის განცხადებიდანაც გამოიკვეთა. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მზადაა სურვილის შემთხვევაში სწორედ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს შეხვდეს. ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა ისიც, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებაზე უარს არ იტყვის, თუ კიევი კომპრომისებისთვის მზად იქნება. ჩვენ მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს. მზად ვართ დიალოგი დადგენილი პირობების გარეშე ვაწარმოოთ, თუმცა იმ ბაზაზე დაყრდნობით, რომელზეც სტამბულში მოლაპარაკებების დროს 2022 წელს ვილაპარაკეთ. ასევე იმ რეალობაზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ფრონტის ხაზზე ვითარდება. თუ ვინმე არჩევნებზე წავა და ლეგიტიმურობას მოიპოვებს, ნებისმიერთან დავიწყებთ საუბარს, მათ შორის ზელენსკისთან.
სანამ მსოფლიო ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მსჯელობენ, ფრონტზე საბრძოლო მოქმედებები ისევ აქტიურ ფაზაშია. ბრძოლის ველზე შეტაკებების პარალელურად მოსკოვიც და კიევიც ერთმანეთის მიმართულებით რაკეტებსა და დრონებს უშვებს. ბოლო 24 საათში უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა. რუსეთმა კი კრივოი როგი და ხარკოვი დაბრუნდა. გაზრდილი საგარეო სავაჭრო ბრუნვა განახლებული მაჩვენებლების სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. სტატისტიკით ირკვევა, რომ იანვრიდან ნოემბრამდე საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21 მილიარდს გადასცა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტია. ახალი მონაცემებით 8%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, იმპორტის ზრდა 6%-ს გადააჭარბა. 2024 წლის ნოემბერში საქონლის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა დაახლოებით 12.6%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 10.7%-ით. მიმდინარე წლის ნოემბრის მსგავსად საგარეო ვაჭრობის მიმართულებით წლიური მონაცემებიც მზარდია. საქსტატის ინფორმაციით იანვრიდან ნოემბრამდე საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 112 მილიონ 700.000 დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტია. აქედან 6 მილიარდ 10 მილიონზე მეტია ექსპორტი, იმპორტი კი 15 მილიარდ 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. ძირითადად ექსპორტის ზრდა განაპირობა ცენტრალური აზიის ქვეყნებში სასაქონლო ნაკადების გამ, ასევე თურქეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით. რაც შეეხება სასაქონლო ჯგუფებს, აქ აღსანიშნავია რამდენიმე მიმართულება, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადრომები, ხუძნის ნატურალური ღვინოები და სპირტიანი სასმელები, ასევე თხილი და კაკალი. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას ბიზნესის სტიმულირებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებს უკავშირებენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე მონაცემების ზრდა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის და ასევე ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი საწარმო პოტენციალი, რათა ქვეყანამ შეძლოს მეტი ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, რომელიც ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტს უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. საგარეო ვაჭრობის პოზიტიურ ტენდენციაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი მონაცემები საქართველოს ეკონომიკის მზარდ პოტენციალზე მიუთითებს. საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დინამიურად ვითარდება. მესამე კვარტალში ჩვენ გვქონდა 11%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ზრდა როიტყვიან შემდეგ გადაედინება ბევრ სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორის გაუმჯობესებაში და ერთ-ერთი მათგანია საგარეო სავაჭრო ბრუნვა. ქვეყნის ტერიტორიის გავლით გაედინება მრავალმილიარდიანი ტვირთი. ეს ნიშნავს, რომ უცხოელ პარტნიორებს, ინვესტორებს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს აქვთ მაღალი ნდობა საქართველოსადმი. საგარეო ვაჭრობის გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე ეკონომიკის მიმართულებით არსებულ მონაცემებს საქსტატი თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. დღეს აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი გავიდა. თარიღი პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებიც დააჯილდოვა. ღონისძიება გორში ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ჩატარდა. ბრიგადის თითოეულმა მებრძოლმა არაერთხელ დაამტკიცა განსაკუთრებული სიმამაცე, მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოსადმი ერთგულება. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ბრიგადის შესაძლებლობები და განვაახლოთ ინფრასტრუქტურა და რა თქმა უნდა ავამაღლოთ თითოეული სამხედრო მოსამსახურის სოციალური უზრუნველყოფის დონე. გილოცავთ პირველი ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 32 წლის იუბილეს. თქვენი სიმამაცით, სამშობლოს სიყვარულით, საბრძოლო შემართებითა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ყველა ბრძოლაში მონაწილეობით თქვენ დაწერეთ პირველი ქვეითი ბრიგადის საამაყო ისტორია. პირველი ქვეითი ბრიგადის დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ქვედანაყოფში დაღუპული, დაჭრილი, დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებაც გაიმართა. ბავშვებს თავდაცვის მინისტრმა დამდეგიშობა ახალი წელი და ნიკოლოზობა მიულოცა მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ბავშვებს საჩუქრები დაურიგეს.
დღეს შევიკრიბეთ ახალი წლის აღსანიშნავად ძალიან ლამაზია და ძალიან კაია, ძალიან ვერთობით ბავშვები და გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. მოგილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. დღეს ჩვენ ვყოფებით პირველ ქვეით ბრიგადაში, სადაც გაიმართა სახელმწიფო ღონისძიება. მადლობა მინდა გადავუხატოთ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიკოვანს და სრულიად საქართველოს მინდა მოგილოცოთ ნიკოლოზი. ბრავოს დაისწარით, შეგვეციოს წინა ნიკოლოზის მოწვევა. გრიპის ვირუსის ახალი ტალღა კლინიკებში მიმართვა გაორმაგებულია A ტიპით და B ტიპით, თუმცა ყველაზე მეტი შემთხვევა ღორის გრიპს აქვს. H1N1 ასევე აქტიურად ცირკულირებს ვირუსის სახელწოდებით კოქსაკიც. ენტეროვირუსის გართულებებით ყველაზე მეტად კლინიკებში ბავშვები ხვდებიან. ნახოთ, რა სიმპტომები აქვს გავრცელებულ ვირუსებს და როგორ რთულდება. როდის ელოდებიან ექიმები სეზონური გრიპის პიკს და საჭიროა თუ არა ვაქცინაცია. ბინაზე ვეღარ გავუმკლავდით და იყო 41 ტემპერატურამდე. გავაკეთეთ ტესტი, თუმცა არ იყო დადებითი, თუმცა არ გამორიცხავს ეს ვირუსის არარსებობას და მოვედით თვითდინებით. გრიპის ვირუსის სიმპტომებით ბავშვთა კლინიკებს თვითდინებით პაციენტები მაღალი ცხელებით მიმართავენ. მშობლები ყვებიან, რომ ტემპერატურის დაწევა სახლის პირობებში მედიკამენტებით ვერ ახერხებენ. კი, ბევრი პაციენტი ბაღშიც ასევე გავრცელებულია, მიჟგუფში 4 ბავშვი არის მხოლოდ ჯამშელად, ასე რომ ვთქვათ, ესე დადიან. სეზონურ ვირუსზე ვერ მოვასწარით აცრა, იმიტომ რომ ნათელი პერიოდი ვერ ვნახეთ, ახველებ და რაღაც და თავი შევიკავეთ მაგის გამო და გავუჩით ესე. და კიდევ გვემართა ესეთი საშინელება. ექიმების თქმით, ბოლო ერთ კვირაში კლინიკებში მიმართვიანობა გაორმაგდა. სხვა სეზონურ ვირუსებთან ერთად ახლა საქართველოში ყველაზე აქტიურად H1N1, ანუ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი ცირკულირებს. მაღალი ტემპერატურით, სასუნთქი გზების პრობლემებით, ბრონქიტით და გართულების შემთხვევაში პნევმონიით. თუ 59 კვირას გრიპის ვირუსის წილი საერთო ვირუსულ პეიზაჟში 12% შეადგენდა, ეხლა ეს მაჩვენებელი 25%-ია. ანუ გაორმაგდა გრიპის შემთხვევების რაოდენობა და ეს ტენდენცია, შემთხვევების მატების ტენდენცია უკვე ბოლო 3 კვირის განმავლობაში ფიქსირდება. ციციშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ გარდა A ტიპის ვირუსისა გავრცელებულია B ტიპის ვირუსებიც, ბავშვებში გახშირდა სხვა ინფექციური დაავადებებიც. განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას კოქსაკი ვირუსზე, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. სხვა ინფექციები ცირკულირებს ძალიან ბევრი, არა მარტო გრიპი, ყივანახველა. მოგეხსენება ძალიან ბევრი შემთხვევა, სადღაც 1600-მდე შემთხვევა ამ წელიწადში დაფიქსირებული, ამავდროულად ჩუტყვავილა, ხუნთრუშა, ენტეროვირუსების ჯგუფის ვირუსი, კოქსაკი ვირუსი, რომელიც გავრცელებულია და ძალიან ბევრ ბაღებში ჯგუფებიც კი დაიკეტა და გადადის ძალიან მარტივად. სადღაც იანვრისთვის უკვე, იანვრის შუა კვირებში უკვე პიკს მივაღწევთ. ალბათ ამ ტემპით თუ გაგრძელდა. ფაქტია, რომ ერთი კვირის განმავლობაში გაორმაგებულია ავადობის მხრივ გრიპის შემთხვევები. ვირუსების შემთხვევები მნიშვნელოვნად მზარდია ზრდასრულებშიც. გართულებებით კი კლინიკებს მეტწილად ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები და ორსულები მიმართავენ. ბოლო რამოდენიმე დღეა კლინიკაში მომართვიანობის ტენდენცია გაზრდილია, განსაკუთრებით იმ პირებში, ვისაც აწუხებს ქრონიკული პათოლოგიები. ძირითადად ცირკულირებს ჩვენი კლინიკის მონაცემებით H1N1 ინფექცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციული ღონისძიებას წარმოადგენს ის, რომ თავი იქნას შეყავებული საზოგადოების თავშეყრის ადგილებში განსაკუთრებით ქრონიკული პაციენტების მქონე ადამიანების გაერთიანება. სეზონური ვირუსების გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით ექიმები პიკს იანვრის შუა რიცხვებში ელოდებიან. პრევენციის მიზნით კი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. უამინდობა და დიდთხოვლობა მთიან რეგიონებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია ქალაქ ამბროლაურსა და 10 სოფელში. ამ დრომდე იწმინდება გზები ცაგერში, თოვლისგან უკვე გასუფთავებულია ქალაქი ცაგერი და მიმდებარე სოფლები. დიდთხოვლობა ლენტეხში, სადაც 6 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. სტიქია მსგავსი პრობლემების შექმნა ონის მუნიციპალიტეტშიც. უამინდობამ დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიც დააზარალა, მათ შორის არის იმერეთი. ნალექისა და ქარბუქის გამო ამ დრომდე შეზღუდვები ნინოწმინდა სომხეთის საზღვართან, ასევე ახალქალაქი კარწახის გზაზე. ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხმა ნალექმა შექმნა პრობლემები. მერიაში შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საბჭო. გაწმენდილია ქალაქი ცაგერი, ინტენსიურად მიმდინარეობს სოფლების მიმართულებით გზების გაწმენდა, გზის გაწმენდით სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.